დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებ თემაზე, რომელიც ყველა იმ ადამიანს ეხება, ვინც ბიზნეს საქმიანობას ეწევა ან სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას გეგმავს. მეწარმეთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ბიზნეს სუბიექტებს 2026 წლის 1 აპრილამდე ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. ის, ვინც რეგისტრაციას არ გაივლის, შეეზღუდება წვდომა ფინანსურ რესურსებსა და ქონებაზე. უფრო კონკრეტულად რა ვალდებულებები აქვს ბიზნეს სუბიექტებს და როგორ უნდა მოემზადონ კომპანიები სტუმართან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ქრისტინე კუპრავასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. უნდა ვისაუბროთ ალბათ ბიზნეს სუბიექტების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და მნიშვნელოვან თემაზე და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი საუბრით მაქსიმალურად ვეცდებით ყველა იმ კითხვაზე გავცეთ პასუხი, რომელიც მათ ამ მიმართულებით აინტერესებთ. თავდაპირველად რას ემსახურება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ეს ცვლილება? ამით დავიწყოთ, რომ უფრო გასაგები იყოს ყველასთვის რაზე ვლაპარაკობ და მე მივყვეთ იმ დეტალებს, რომელიც კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია. მოგესალმებით, მეც მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა შესაძლებლობა, რომ გვაქვს დრო გამოყოფენ რათა ვისაუბროთ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე. 2-ოდე სიტყვით ვიდრე გადავიდოდეთ ახალი კანონის მიღწევებზე, რაც ახალმა კანონმა დანერგა, მოკლედ ვიტყვი საზოგადოების ინფორმირებისთვის, რომ პირველი კანონი მეწარმეთა შესახებ საქართველოში მიღებული იყო 1994 წელს, რომელიც გერმანული საკორპორაციო სამართლის გავლენის შედეგს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, არაერთი ცვლილება შევიდა ამ კანონში, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ კორპორაციული სუბიექტების და ზოგადად კორპორაციული ურთიერთობების ზრდის განვითარების კვალდაკვალ აუცილებელი გახდა, რომ ყოფილიყო კანონში ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელიც უკვე შესაბამისობაში იქნებოდა და უპასუხებდა თანამედროვე გამოწვევებს. შესაბამისად 2022 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ძალაში შევიდა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს და აწესრიგებს სხვა სუბიექტების რეგისტრაციის დაფუძნების, საუბარია სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების და რეგისტრაციის საკითხებზე, მათი იურიდიულ სამართლებრივ ფორმებს, ასევე აწესრიგებს მათი საქმიანობის ორგანიზაციულ სამართლებრივ საკითხებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენთვის, ეს არის ხელახალი რეგისტრაციის გავლის ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ კანონთან იყო შესაბამისობაში მოყვანილი თითოეული სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემები. აქვე უნდა ითქვას შეჯამების სახით ისიც, რომ ახალი კანონი ევროდირექტივებთან არის შესაბამისი და ის ახლოს დგას ევროპულ კანონმდებლობასთან საკორპორაციო სამართლის სფეროში. რითიც ჩვენ მივახციეთ იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე ბიზნეს სუბიექტებს აქვთ უკვე განჭვრეტადი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორი არის საკანონმდებლო მოწესრიგება საქართველოში, რაც თავისთავად ინვესტიციების მოზის თვალსაზრისით დადებითად აისახება. კი ბატონო, მაშინ უკვე დამივყვეთ იმ დეტალებს, რომელიც კერძო სექტორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვის ეხება ამ ხელახალი რეგისტრაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ხელახალი რეგისტრაციის ყველა იმ ვადის დაცვა, რომელიც კანონმა განსაზღვრა? კი ბატონო, გიპასუხებთ. რეგულაციების თანახმად ყველა სუბიექტი, ვინც 2022 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდა, ყველა ბიზნეს სუბიექტი არის ვალდებული, რომ გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვალდებულება ეხება ჩამოვთვლი, რომ საზოგადოებისთვის უფრო იყოს, ესე ვთქვათ, გააზრებული, ვის აქვს ეს ვალდებულება. ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იგივე შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სპს, ასევე სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხო საწარმოს ფილიალი. სავარაუდოდ აქ დაისმება შეკითხვა და ინდივიდუალური მეწარმეს ეხება თუ არა? ეს ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც მათ შორის გიპასუხებთ. მოქალაქე მოიწერა ამ ნაწილთან მიმართებაში. დიახ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ ამაზე. შევიდა ცვლილებები 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ მეწარმეთა შესახებ კანონში და ინდივიდუალურ მეწარმეებს ესეთი ვალდებულება აღარ გააჩნია. ანუ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ ის 6 სუბიექტი, რაც ჩამოვთვალე, არიან ვალდებული, რომ ხელახალი რეგისტრაცია გაიარონ. რაც შეეხება დროს. 2026 წლის 1 აპრილამდე აქვთ ეს ვალდებულება, რომ მიმართონ ნებისმიერ იუსტიციის სახლს. მოგესალმებით, რომ ასე მეტი იუსტიციის სახლი გვაქვს დღესდღეობით საქართველოში, ასევე შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ასევე ავტორიზებულ პირებს, მაგალითად მიმართონ ბანკებს, როგორც პირადად, ასე ონლაინ. და ბოლო შეკითხვის თქვენ ბოლო ნაწილზე ვუპასუხებ, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისობაში მოყვანა გულისხმობს
სადამფუძნებლო შეთანხმების წარმოქმნას, რომელიც თავის თავში მოიაზრებს განახლებული წესდების წარმოქმნას და ყველა იმ მონაცემის ასახვას, რომელიც სავალდებულოა კანონის თანახმად ის არეგისტრაციო მონაცემი, რომელიც სავალდებულოა იყოს წარმოქმნილი. რა დოკუმენტაცია არის საჭირო, რომელი დოკუმენტაციის წარმოქმნაა საჭირო, სწორედ იმისთვის, რომ გაიარონ აი თქვენ მიერ ჩამოთვლილ სუბიექტებმა უკვე მერე ხელახალი რეგისტრაცია. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა მოგვართონ განცხადებით. განცხადება უნდა დააფიქსირონ, რომ სურთ მსგავსი რეგისტრაცია გააკეთონ და აუცილებლად უნდა თანდართული იყოს საერთო კრების გადაწყვეტილება და უნდა იყოს თანდართული სადამფუძნებლო შეთანხმება. სადამფუძნებლო შეთანხმება უნდა იყოს სათანადო წესით დამოწმებული და სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს წესდება, რომელიც განახლებული ფორმით უკვე თან ერთვის განცხადებას. აქვე განმარტავ იმისათვის, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო გაუმარტივდეთ ეს პროცესი, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული არის წესდების, სტანდარტული წესდების ფორმა. ეს განთავსებულია როგორც საკანონმდებლო მაცნაზე, ასევე განთავსებული არის საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და ეს წესდება დადგენილი არის ყველა იმ ბიზნეს სუბიექტის ფორმის მიხედვით, რაც ჩამოვთვალეთ ზემოთ, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და ასე შემდეგ. ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დამფუძნებლებისთვის, პარტნიორებისთვის ეს არის მათი ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით გაკეთებული და ასევე იმისთვის, რომ სამართლებრივად იყოს ყველაფერი გამართული წესდებაში და ყველა ის კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც კანონით არ არის, რაც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, მაგალითად, ისეთ ეტალურად გაიწეროს ყველა ესეთ სამართლებრივი კონფლიქტური სიტუაცია ამ წესდებაში. შესაბამისად, ეს შეუძლიათ გამოიყენონ ამ სუბიექტებმა, რა თქმა უნდა, მაშინ ცვლილებების შეტანაც შეუძლიათ, თუმცა ეს ძალიან დაეხმარება ბიზნეს სუბიექტს, რომ ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს. ეხლა ძალიან საინტერესოა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილ ვადაში ესა თუ ის კონკრეტული მეწარმე სუბიექტი ვერ ჩაეტია ან არ ჩაეტია. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში და მის შესახებ ინფორმაცია. კი ბატონო, ყოველთვის ვალდებულებას კანონმდებელი დეტალურად გაუწერს იმ შედეგს, რაც მოჰყვება ამ ვალდებულების შეუსრულებლობას. იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1 აპრილამდე არ მიმართავს ბიზნეს სუბიექტი რეგისტრაციის მიზნით, ხელახალი რეგისტრაციის მიზნით და მისი მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობის მიზნით იუსტიციის სახლს, ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაცია შეჩერდება. ეს ფაქტობრივად არის გაუქმების ტოლფასი, გამომდინარე იქედან, რომ რას ნიშნავს შეჩერდება. აღარ გაიცემა ამ მონაწერი ამ ბიზნეს სუბიექტის მიმართ, მისი უფლებამოსილების შეჩერდება და მაგალითისთვის ეს კანონმდებლობითაც გათვალისწინებულია, ვეღარ მოახდენს მასზე რეგისტრირებული ქონების განკარგვას პირობითად, ასევე თუ თანხა აქვს ბალანსზე ბანკში პირობითად, ამ თანხის განკარგვას ვეღარ შეძლებს, ახალი კრედიტის სარგებლობას ვეღარ შეძლებს, საგადასახადო ტრანზაქციები შეეზღუდება და საკმაოდ ბევრი ღონისძიებებია, რაც ესე ვთქვათ, ბიზნეს სუბიექტისთვის უკვე გამოიწვევს მისი საქმიანობის შეფერხებას და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ ნაწილს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი ის, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ნიშნავს გამართულ ფუნქციონირებას ამა თუ იმ კომპანიისა, შესაბამისად ამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწილი იყოს თავიდან აცილებული და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რადგან თქვენ ჩამოთვალეთ იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია მივაწვევთ მაყურებელს, რომელთაც ეს ეხება და მათ შორის არ არის ინდივიდუალური მეწარმე, მაგრამ არის დაუშვათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით არსებული კერძო სუბიექტი, ასევე სააქციო საზოგადოების და შემდგომ. საინტერესოა ასევე სავალდებულო თუ არა ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა სუბიექტის რეგისტრაციისთვის, ეს აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა. ყველა ბიზნეს სუბიექტს გააჩნია წესდება და უნდა გათვალისწინებული იყოს წესდებაში, როგორი წესი არის ამ გადაწყვეტილების მისაღებად გაწერილი. თუ კი წესდებით გათვალისწინებული არის, რომ პარტნიორთა უმრავლესობა ამ შემთხვევაში პარტნიორთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ რეესტრში მომართვას, იუსტიციის სახლში მომართვას, ამ შემთხვევაში პარტნიორის ბიზნეს სუბიექტის დირექტორი არის უფლებამოსილი, ხელმძღვანელი პირი არის უფლებამოსილი, რომ მომართოს განცხადებით ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, თუ კი რა თქმა უნდა წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან სარეგისტრაციო გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ეხლა თქვენ საუბრობთ ვინ არის უფლებამოსილი მოგმართოთ, ხო? ანუ რეალურად უფლებამოსილი პირიც თავად ამათ კომპანიის წესდებით არის განსაზღვრული და შესაბამისად სწორედ ამ სუბიექტმა უნდა მოგმართოთ. ხო, სწორად ყველა შემთხვევაში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, საწარმოს ხელმძღვანელი დირექტორი, ეს სუბიექტები არიან ის სუბიექტები, რომელსაც ხშირ შემთხვევებში გათვალისწინებული აქვთ უფლებამოსილება ხელახალი რეგისტრაციაზე მომართვის. მაყურებელს კარგით ნათელი წარმოადგენა რომ შეექმნა სტატისტიკურად თქვენთვის ალბათ მეტნაკლებად ცნობილია რა რაოდენობის კომპანიამ და კერძო სუბიექტმა უნდა გაიაროს ეს ხელახალი რეგისტრაცია, მას აქვს თავი მნიშვნელობა იმის რომ მეტნაკლები წარმოდგენა შეგვექმნას რამდენად მასშტაბურ რეფორმასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, პირველ რიგში ვახსენებ იმასაც, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ დოკუმენტებზე, რაც უნდა წარმოადგინოს განცხადებელმა, ვინ არის უფლებამოსილი სუბიექტი ამ განცხადების წარმოდგენისა და ვის ეხება, ასევე საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ისიც, რომ რა ვადებში შეუძლიათ ხელახალი რეგისტრაცია განახორციელონ. აქვე ავნიშნავთ, რომ საკმაოდ შემჭიდროებული ვადები არის, აი ძალიან სწრაფად შეუძლიათ ანუ მაგალითად შემოვიტანე განცხადება, პასუხი შესაძლებელია დღესვე. დიახ. მაქსიმუმი არის 1 სამუშაო დღის ვადა, მაგრამ დაჩქარების შემთხვევაში განცხადების გადახდა არის საჭირო? დიახ, საფასური განსაზღვრული არის ბრძანების შესაბამისად და ამ საფასურს ესე ვთქვათ, გადაიხდის ხელახალი რეგისტრაციის მიზნით ბიზნეს სუბიექტი. რაც შეეხება სტატისტიკას, რა თქმა უნდა, მოვემზადეთ ამ თვალსაზრისითაც, ვიდრე გადაცემაში მოვიდოდით, აღნიშნავ, რომ ახალი კანონით დადგენილი წესით ჯამში რეგისტრირებულია 322,624 სუბიექტი. ეხლა ჩავშლი, რომ კიდევ უფრო კარგად შეექმნა წარმოდგენა 322,000 კერძო ბიზნეს სუბიექტი ფუნქციონირებს საქართველოში სხვადასხვა ფორმით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის რაოდენობა, რომლებმაც ახალი კანონით დადგენილი წესით გაიარეს რეგისტრაცია. მათ შორის უკვე გაიარეს? დიახ, 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე დარეგისტრირდა 274,745 ახალი სუბიექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავისთავად ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გააკეთეს რეგისტრაცია, მაგრამ რაც შეეხება ხელახალ რეგისტრაციას, სადაც ჩვენ დღესაც მოუწოდებთ სუბიექტებს, ვისაც არ გაუვლიათ, ესეთი რეგისტრაცია გაიარა 47,879 სუბიექტმა. რამდენია დარჩენილი დაახლოებით? დარჩენილი არის ასევე დაახლოებით იმდენივე სუბიექტი, რამდენმაც უკვე გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, პროპორცია დაახლოებით შეიძლება ისე ითქვას, რომ თანაბრად მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელი არის, რომ აღნიშნული სუბიექტები იმისათვის, რომ არ შეუჩერდეთ რეგისტრაცია, დაიცვან ვადა და მოუწოდებთ, რომ 2026 წლის 1 აპრილამდე აუცილებლად მომართონ იუსტიციის სახლს, რათა მათი საწარმოს უფლებამოსილებები არ შეჩერდეს და მათ შეეცოთ ყველა იმ ტრანზაქციისა და ყველა იმ სამეწარმეო მოქმედებების განხორციელება, რაც ბიზნეს სუბიექტებს დასახული აქვს. და კიდევ თუ აქვთ მაგალითად კითხვები, სად უნდა მოგმართონ, რა ფორმით უნდა მოგმართონ, როგორ დაგიკავშირდნენ, რომ აი ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, თუ ვინმესთვის კიდევ არ არის ცნობილი კერძო სუბიექტებიდან, რომ მაქსიმალურად იყოს ყველასთვის ცხადი და ნათელი რაზეა საუბარი. კი ბატონო. ჩვენ ამ მიმართულებით სხვადასხვა გზით, ესე ვთქვათ, ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას. ერთი რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ შესაძლებელია დარეკონ ცხელხაზე, ანუ გულისხმობთ დაუკავშირდნენ 455 საინფორმაციო სამსახურს. გარდა ამისა, ასევე ჩვენს ვებგვერდზეც, ჩვენს Facebook გვერდზეც არის ვიდეო რგოლები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის დოკუმენტი და ის პროცედურა, რაზეც დღეს მე თქვენ გესაუბრებით და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოქალაქეებს დაეხმარება, არის შემდეგი, რომ არა მხოლოდ საკანონმდებლო მაცნეს, არამედ როდესაც შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდს გულისხმობთ, იქ ისინი ნახავენ წესდებებს, ნახავენ ასევე სადამფუძნებლო შეთანხმებების შაბლონებს, რომელიც არის სამართლებრივად, ესე ვთქვათ, გამართული დოკუმენტები და მათ შეუძლიათ ისარგებლონ სრულიად უფასოდ აღნიშნული დოკუმენტებით და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა გაუმარტივდეთ ხელახალი რეგისტრაციის პროცესს. და ჩვენი საუბრის ბოლოს ელექტრონული პორტალი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პორტალია ჩემი წარმოდგენით, როგორ შეუძლიათ კერძო სუბიექტებს ამ პორტალზე დაუშვათ დარეგისტრირება და რატომ აქვს მნიშვნელობა ამ პორტალზე დარეგისტრირებას? კი ბატონო, ესეც ჩვენი დიდი მიღწევა არის, უნდა ითქვას, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი, ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ყველა იმ სუბიექტისთვის არის და ყველა იმ სუბიექტს გაიხსნება ავტორიზებული, ესე ვთქვათ, მისამართი, რომელიც ხელახალ რეგისტრაციას გაივლის. ეს ხდება როგორც პირველ
პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კი მომართავენ 2026 წლის 1 აპრილამდე ხელახალი რეგისტრაციის და მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ეს პორტალი რომ დავახასიათოთ და უფრო თვალსაჩინო გახდეს მოქალაქეებისთვის, რას მოიცავს? მოიცავს ყველა გადაწყვეტილებას რეგისტრაციებთან დაკავშირებით, ან სარეგისტრაციო გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ სუბიექტთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტთან მიმართებით თუ დავდგებით, ვებგვერდზე ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია, მაგრამ გარდა ამისა, თავად ამ სუბიექტებს ელექტრონული პორტალის მეშვეობით ყველა ამ გადაწყვეტილებების გაცნობა და წვდომა შეუძლიათ. გარდა ამისა, ამ პორტალზე აქვეყნებენ მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, აი შერწყმასთან დაკავშირებით, საწარმო შერწყმასთან დაკავშირებით გეგმა, ასევე შეიძლება ითქვას, რომ განთავსებული კაპიტალის შემცირების თაობაზე ამ გადაწყვეტილების საჯაროების ვალდებულება აქვთ კანონით და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ პორტალზე უნდა გამოქვეყნდეს, ან კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება, რომელიც ასევე სავალდებულოა მეწარმეთა შესახებ კანონით, უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ პორტალზე. მარტივი არის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია, ამისთვის მხოლოდ საჭირო არის მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი, ან ჩართული ტელეფონი, როგორც თქვა, და ელექტრონული მისამართი. ამას გაივლიან იუსტიციის სახლში, ან იქვე ხდება ამ პროცედურის გავლა, როდესაც მიმართავენ სუბიექტები ამ პირველადი რეგისტრაციის ფარგლებში, ან ხელახალი რეგისტრაციის ფარგლებში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, აი ამ ინფორმაციის მიწოდებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ თუ იმეს კიდევ ამ მიმართულებით აი მეკითხვა აქვს, აუცილებლად მოგმართავენ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად გავეცით ყველა აქტუალურ კითხვას პასუხი. წარმატებებს გისურვებ. ქრისტინე კუპრავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.